ღმერთი როგორც სიცოცხლე, ისე ახლოს შეიძლება იყოს ჩვენთან, რომ ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ. იმდენად ახლოს და იმდენად ჩვენი, რომ ჩვენ შეიძლება ვერც კი გავარჩიოთ. ანუ ჩვენი სიცოცხლე და ღმერთის სიცოცხლე ჩვენი პიროვნებისათვის იქნება ერთ და იგივე. როგორც პავლე იტყვის, მე კი აღარა ვარ ცოცხალი, ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე. რა თქმა უნდა, ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი ღმერთს უკვე შიგნით გზნობს და განიცდის. ჩვენ გონებით მივისწრაფით ღმერთისკენ. ჩვენმა გონებამ დაგვიდასტურა, რომ ღმერთი არის. იმიტომ რომ მანამდე გულში გაჩნდა რწმენა, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა. მაგრამ ადამიანი მარტო გონება ხომ არ არის. ეხლა გონებასაც თავზე ხელს რო ვიდებ, აქ თავი არ იგულისხმება მარტო, შემეცნების უნარები იგულისხმება საერთოდ. და ზოგადად ადამიანი ხო მარტო გონება არ არის. აი შევიმეცნე და ვიმეცნებ და ვიცი რომ ღმერთი არის მწამს. ჯერ ერთი სამყაროს ვაკვირდები მე, ჩემ გულს ღმერთია შენახები და ჩემ ცხოვრებაში ვხედავ აშკარად გამოვლინებებს, რომ ღმერთი არის, ამას აშკარად ვხედავ. მადლის განცდაც ყოფილა, ხო და აი განცდა თქვა სიტყვამ გამისწრო განცდა. ანუ ადამიანი მარტო გონებით კი არ ხვდება, არამედ განიცდის კიდევაც. სიყვარულს გონებით ხვდები თუ განიცდი? პრინციპში ორივე უნდა იყოს. ჩვენი ღმერთი რომ არის, გონებით ვიცით თუ ქრისტიანები ვართ და ამავე დროს ჩვენ უნდა განვიცდიდეთ მას. უნდა ვგრძნობდეთ მას. ანუ ჩვენი ეს გრძნობის გული ჩართული უნდა იყოს ამაში. მე უნდა მქონდეს შეგრძნება იმისი, განცდა, გამოცდილება, რომ ღმერთი არის. გონებით ვიცი რომ არის. გრძნობითაც ვიცი რომ არის. ამას ემატება ის, რომ მის ნებას გამოვეზიებ და ჩემ ნებას, მის ნებას დავამთხებ და ეს ჩემი თავისუფალი პიროვნული არჩევანი იქნება. და როცა ადამიანი ასე ცხოვრობს, მისი გული იწყებს განწმენდას. განწმენდილ გულში მკვიდრდება ღმერთი. ასეთი ადამიანი ღმერთს ხედავს და ასეთი ადამიანი ღმერთს სხვაგან აღარ ელაპარაკება. ღმერთი როგორც სიცოცხლე და შენ როგორც სიცოცხლე სხვადასხვა ადგილას აღარ ახართ. გესმით, აღარ ახართ. ღმერთი როგორც სიცოცხლე და შენ როგორც სიცოცხლე ერთად ხართ. შენში, შიგნით. და რომ გარდაიცვლები, მერე მასში. ანუ შენში უკვე მარადიული სიცოცხლე დაწყებული. ადამიანი როგორც კი ამ მდგომარეობამდე მივა, ის უკვე ნამდვილად შეიძლება მას უწოდოთ ქრისტიანი. ეს არის ქრისტიანი.